დაწესებულებებს და არა როგორც ინდივიდებს, ხო? Erasmus Plus-ი როგორი დიადი პროგრამაა და რა სარგებლობა მოაქვს მას, მე მგონი გასაგებია და ამაზე ბევრი საუბარი ჩვენ არ დაგვჭირდება. Erasmus Plus-ი ხორციელდება 6 წლიანი ციკლურობით. 2014 წელს რო გამოცხადდა ეს პროგრამა, რა, 2020-ში ის უნდა დასრულებულიყო. 2020-ში პრაქტიკულად დასრულდა კიდევაც, მაგრამ მერე წამოგვეწია გზაში ეს COVID-ი და გადასვლა Erasmus-ის შემდგომ ეტაპზე ცოტათი შეფერხდა, ცოტა ფულიც მორჩა, ამიტომ ახალი ციკლი Erasmus-ის პროგრამისა დაიწყება 2021 წელს და ამ წუთას ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები, ანუ ყველა მონაწილე ქვეყანას და ევროკავშირს ერთმანეთთან თუ როგორი დიზაინი უნდა იყოს Erasmus-ის პროგრამისა შემდგომ 6 წლიან ციკლზე. ეხლავე ვიტყვი, რომ მანამდე გვპირდებოდნენ ამ ბიუჯეტის გასამაგებას, Erasmus-ზე გამოყოფილი ბიუჯეტის გასამაგებას და ეხლა მხოლოდ 1.5-ჯერ გაიზარდა, იმიტომ რომ აი ამ COVID-ის გამო ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნა ევროკავშირშიც. როგორი იქნება Erasmus-ი შემდეგში ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ აუცილებლად დარჩება სტუდენტური სასტიპენდიო პროგრამები, მაგრამ თქვათ ინსტიტუციური ურთიერთობის პროგრამები როგორი იქნება, ჩვენთვის ეს ჯერჯერობით უცნობი არის. რა ხდება წელს? ანუ აი ეხლა 2020 წლის შემოდგომა უნდა ყოფილიყო 10 უკვე დეკემბერი არის. ევროკავშირი წელს აცხადებს Erasmus-ის ფარგლებში ორადორ კონკურსს და ეს იქნება კონკურსები Erasmus Mundus Joint Master Degrees და Jean Monnet. ეხლა მე ვხედავ მონაწილეებში ძალიან ბევრ გამოცდილ ადამიანსაც, რომელთა უნივერსიტეტებიც უკვე მონაწილეობენ ორივე ამ პროგრამაში, ამიტომ თქვენთვის შეიძლება ეს ძალიან საინტერესოც არ იყოს. ჩემი ამოცანა არის დღეს მოგცეთ მოკლე მიმოხილვა, ჩვენ სადღაც 1 საათი ვიქნებით ალბათ ერთად, მოგცეთ მოკლე მიმოხილვა იმისა, რას ნიშნავს ეს ორი პროგრამა და შემდეგ როცა თქვენ შიგნით ჩამოყალიბდებით, რაზე გინდათ განაცხადის გაკეთება, Jean Monnet-ზე უკვე გვექნება დეტალური ტრეინინგები 14 და 15 დეკემბერს, ეს უკვე გამოცხადებულიც იყო და იდო ჩვენს Facebook-ზე გვერდზე გაზიარებული იყო ყველანაირად და ვებ გვერდზედაც, იმიტომ რომ უკვე გვექნება ტრეინინგი, აი განაცხადის ფორმების შევსებით, ბიუჯეტით და ასე შემდეგ. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს მოთელვითი შეხვედრა, რომ გავერკვიოთ რა იქნება გამოცხადებული. აქვე მაქვს მე მითითებული ყველა წყარო. ცხადდება თუ არა კონკურსი. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იდება ევროკავშირის Erasmus-ის აღმასრულებელი სააგენტოს საიტზე, ეს არის პირველი ბმული. მეორე ბმული ეს არის ჩვენი ვებგვერდი და იქ სიახლეებშიც დაიდება და კონკურსებშიც და ჩვენს Facebook გვერდზე. ბარემ აქვე ვიტყვი იმას, რომ ჩვენი დღევანდელი ეს შეხვედრა იწერება, ხდება ამისი რეკორდინგი და დღის მეორე ნახევარში ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების განყოფილებაში დაიდება ეს პრეზენტაცია და დღევანდელი შეხვედრის ჩანაწერიც. ის ცხადია იქნება გაზიარებული Facebook გვერდზედაც. ნინომ უკვე გითხრათ, რომ თუ კითხვები გექნებათ, ძალიან გთხოვთ, რომ ჩატში მოგწეროთ და ჩვენ რაღაცა გარკვეული იმითი თანამიმდევრობით ამ კითხვებს ვუპასუხებთ. ანუ დღეს ვლაპარაკობთ მხოლოდ იმ ორ კონკურსზე, რომელთა გამოცხადებასაც ველოდებით. ეხლა აქვე უნდა ვთქვათ, რომ როგორც წესი, Erasmus-ის კონკურსები ცხადდება ხოლმე შემოდგომაზე, აქამდე ცხადდებოდა ხოლმე ოქტომბრის ბოლოს, ყველაზე გვიანი ნოემბრის დასაწყისში, ქვეყნდებოდა ყოველთვის Erasmus-ის კონკურსის გზამკვლევები, ესეთი ცისფერი მშვენიერი ბროშურა იყო ხოლმე მრავალგვერდიანი 300 გვერდამდე და დედლაინები საკონკურსო განაცხადების შეტანისა იყო ხოლმე მომდევნო წლის ფებრვარი. წელს ძალიან დაგვიანდა. პრინციპში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა დღეს რო დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, ჩვენ ამ კამპანიას ვიწყებთ ჯერ კიდევ არ გამოცხადებული კონკურსის პირობებში. ანუ ოფიციალური კოლი აი ამ Erasmus Mundus Joint Master Degree-ზე და Jean Monnet-ზე ჯერ არ დადებულა. მაგრამ რადგანაც გვაქვს ბრიუსელთან ინტენსიური კომუნიკაცია, გვაქვს სიტყვიერი, ასე ვთქვათ, შეთანხმება, რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია და გზაში წამოგვეწევა ეს განაცხადი. ნუ ცოტათი უხერხულია ეს ყველაფერი, ცხადია, იმიტომ რომ ძალიან დაგვიანებული არის ეს გამოცხადება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ცოტათი გადაიწევს იმედია საკონკურსო განაცხადების შეტანა, როგორც გითხარით, ტრადიციულად ეს ხდებოდა ხოლმე თებერვლის ბოლოს, თუმცა არ გამიკვირდება, რომ შიფტინგი არ მოხდეს და ყველაფერი მაინც, ესე ვთქვათ, თებერვლის ბოლოსთვის იყოს. ამიტომ რეალურად ქართულ უნივერსიტეტებს გაქვთ
3 თვე არასრული დეკემბერი, იანვარი და თებერვალი იმისთვის რომ გააკეთოთ განაცხადები ამ კონკურსებზე, ხო? არ არის მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა მთელი ამ COVID სიამოვნების გათვალისწინებით. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ რადგანაც არ არის წელს გამოცხადებული კონკურსი capacity building-ზე და ICM-ზე, უნივერსიტეტების მთელი ენერგია შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით წავიდეს და კარგადაც მოესწროს ყველაფრის ამის გაკეთება. მას დავიწყოთ თანამიმდევრულად, დავიწყოთ, ხო, ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენი ვებგვერდი, ჩვენი იმეილი და ჩვენი Facebook გვერდი. იმის გამო, რომ ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ, ტელეფონის ნომრის გაზიარებას არავითარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ოფისში არ ვართ. მეილებს პასუხობთ იმ წუთშივე და Facebook გვერდზე არის მესენჯერი, შეგიძლიათ მესენჯერში მოგწეროთ კითხვები. 15 დეკემბრის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ასევე ინტენსიურ ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც, ანუ მას შემდეგ რაც ჩვენ ჟან მონეს 2 დღიან ტრეინინგს ჩავატარებთ, მერე გვექნება უკვე ინტენსიური ინდივიდუალური კონსულტაციების და შეგიძლიათ გნებავთ Zoom-ით დავნიშნოთ, გნებავთ Skype-ით, როგორც გაგეხარდებათ, ანუ შეგვიძლია უკვე კონკრეტულ უნივერსიტეტებს და აპლიკანტებს ცალ-ცალკე დაველაპარაკოთ. მას ასე, პირველი კონკურსი, რომელზედაც მინდა საუბარი, ეს არის Erasmus Mundus Joint Master Degrees. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული კონკურსი და არ გეწყინოთ არავის, მაგრამ ამ კონკურსში მონაწილეობის და გამარჯვების შანსი ყველა ქართულ უნივერსიტეტს დღესდღეობით არ აქვს, სამწუხაროდ. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად თანასწორ პარტნიორობაზე დამყარებული კოოპერაცია და თანამშრომლობა ევროპის უნივერსიტეტებთან. რას ნიშნავს Erasmus Mundus Joint Master Degree? ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სულ მცირე 3 ქვეყნის უნივერსიტეტები ერთად. და ამ პროგრამის განხორციელებაში ისინი იღებენ ევროკავშირისაგან ფინანსურ გრანტს. ხას ვუსვამ სიტყვას განხორციელება და არა მომზადება. ანუ capacity building-ი ვისაც ქონიათ და ადრე ვისაც ქონიათ ტემპუსი, იცით რომ იმ სამწლიანი პროექტების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპელი პარტნიორები გვეხმარებოდნენ ჩვენ მაგალითად ახალი კურიკულუმის შემუშავებაში და უამრავი სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამა მომზადებულა ამ პროექტების ფარგლებში. Joint Master Degree-ის შემთხვევაში ფულს გვაძლევენ არა პროგრამის მომზადებაში, არამედ უკვე მომზადებული და მაღალი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ უნივერსიტეტს, რომელიც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, უკვე უნდა ჰქონდეს სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობა ამ პროგრამის განხორციელებისა, იმიტომ რომ Erasmus-ი ამით ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ერთის მხრივ და ხელს უწყობს ევროპის როგორც საგანმანათლებლო ჰაბის მიმზიდველობას, იმიტომ რომ თანხა ამ პროგრამაში გაიცემა მის განხორციელებაზე და ცალკე არის სასტიპენდიო ბიუჯეტი, რომელსაც აძლევენ ამ სამაგისტრო პროგრამაში ჩასარიცხ სტუდენტებს. თუ რამე გაუგებარია, თუ შეიძლება ჩატში მოგწერეთ, იმიტომ რომ ამ განყოფილების შემდეგ მე მექნება პატარა შესვენება კითხვებზე პასუხისათვის, ხო? თუ რამეს გაუგებრათ ყვები. ანუ არსი რაში მდგომარეობს, რომ მე ვარ ქართული უნივერსიტეტი და მე მინდა შევთავაზო სოფლიოს ევროპას, საქართველოს, არ ვიცი მე, ფიჯის კუნძულებს, ავსტრალიას და სამხრეთ სუდანს ახალი სამაგისტრო პროგრამა ევროპელ პარტნიორებთან ერთად. აქამდე აუცილებელი იყო სულ მცირე 3 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების ერთობლიობა და შეიძლება დამატებული იყო ჩვენაირი ქვეყნის უნივერსიტეტი. წლევანდელ კონკურსში გვეუბნებიან, რომ აი ეს ცვლილება მოხდება და საქართველოსნაირი ქვეყნის უნივერსიტეტები შეიძლება გახდნენ აი ამ მინიმუმ 3 კონსორციუმის სრულფასოვანი წევრები და კოორდინატორებიც და აპლიკანტებიც. ანუ აქამდე განაცხადი ყოველთვის შეჰქონდა ევროპულ უნივერსიტეტს. წლევანდელი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს უნივერსიტეტი შეიძლება გახდეს ამ უმაღლესი სასწავლებლების კონსორციუმის ლიდერი, აპლიკანტი და დაფინანსების შემთხვევაში კოორდინატორიც, ხო? ანუ უკვე უნდა არსებობდეს კომუნიკაცია უნივერსიტეტებს შორის, უკვე უნდა გქონდეთ იდეა სამაგისტრო პროგრამაზე და უნდა შევიდეს განაცხადი, გაისად თებერვლის რაღაცა რიცხვამდე, სადაც იქნება წარმოდგენილი უკვე მზა სამაგისტრო პროგრამა და იქნება გაწერილი, რომ აი ეს უნივერსიტეტები სულ მცირე აი ამ 3 ევროპული ქვეყნაში, მეტიც იყოს, ხო?
აი ამ ქვეყნებიდან მზად არიან განახორციელონ ესა და ეს სამაგისტრო პროგრამა. შემდეგ ხდება ძალიან სერიოზული კონკურსი და შემდეგ გამარჯვებული პროგრამების გამოცხადება ხდება და მომდევნო წლის შემოდგომიდან უკვე ამ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ სტუდენტები. ხო? სამაგისტრო პროგრამა შეიძლება იყოს 1 წლიანი, წელიწადნახევრიანი და 2 წლიანი, ანუ შესაბამისად ჰქონდეს 60, 90 ან 120 კრედიტი. აუცილებელი პირობაა, რომ ის უნდა განხორციელდეს სულ მცირე ორ ქვეყანაში. ანუ მე რო ვარ სტუდენტი, რომელიც ვირიცხები ამ სამაგისტრო პროგრამაზე, არა, ჩემთვის ეს მომხიბვლელი არის იმით, რომ ა მაძლევენ სტიპენდიას და ბ მე ამ პროგრამაზე სწავლის დროს გადავდივარ ქვეყნიდან ქვეყანაში და პრინციპში ევროპაში ვმოძრაობ. ამ პროგრამას შეიძლება ყავდეს არაევროპელი პარტნიორები, აქამდე თქვა საქართველოს ითვლებოდა არაევროპულ პარტნიორად. ყველაზე უფრო ხშირი არაევროპელი პარტნიორები ამ სამაგისტრო პროგრამებში იყვნენ ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ჩინეთის და ბრაზილიის უნივერსიტეტები, ავსტრალიასაც არა უშავდა, ხო? შემოდიოდნენ აქ. არის სასტიპენდიო პროგრამა, სტუდენტები იღებენ დაახლოებით 1000 ევროს თვეში. ჩვენი სტუდენტები უკვე რამოდენიმე წელია ძალიან წარმატებით მონაწილეობენ ამ პროგრამაში და გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები და რა ვიცი მე მსოფლიოს პირველ 20-ში ვართ მიღებული სტიპენდიების რაოდენობით. ჩვენი უნივერსიტეტები ასევე მონაწილეობენ როგორც პარტნიორები ამ პროგრამაში. 8 პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 7 ქართულ უნივერსიტეტს და ამ სიასაც აუცილებლად გაჩვენებთ. ანუ მე იმიტომ ვთქვი დასაწყისში, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობის და გამარჯვების შანსი ბევრ ქართულ უნივერსიტეტს არ აქვს, იმიტომ რომ ბევრი ქართული უნივერსიტეტის, როგორ გითხრათ, სიმძლავრეები არ ყოფნის იმას, რომ მთელი სამაგისტრო პროგრამა იყოს შეთავაზებული უცხო ენაზე, იმიტომ რომ ცხადია პროგრამის განხორციელების ენა ქართული ვერ იქნება. პროგრამების 90%-ზე მეტი ხორციელდება ინგლისურ ენაზე, თუმცა არის იქ ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური ენების მოდულებიც, რომლებიც იმის დამიხედვით თუ ვინ ახორციელებს და რა თემატიკაზე არის, შეიძლება ის მაგათ ლექსიკოგრაფიის პროგრამა, ან ძველი გერმანული ფილოსოფიის პროგრამა გასაგებია, რომ შეიძლება სწავლების ენა განსხვავებული იყოს, ხო? ეს არის ერთ-ერთი პროგრამის მაგალითი, სადაც ჩანს, რომ არის მინიმალური კონსორციუმის მინიმალური შემადგენლობა ეს არის. აქამდე იყო 3 ევროპული ქვეყანა, ეხლა შეიძლება იყოს პარტნიორი ქვეყანა, როგორც საქართველო არის, მაგალითად, ქმნიდნენ ერთობლიობას. კონსორციუმში შეიძლება შედიოდნენ დამატებით კიდევ არააკადემიური პარტნიორები, მაგალითად რაღაცა მუზეუმი, საწარმო, საავადმყოფო, კვლევითი ცენტრი და ასე შემდეგ. აი ეს ჯგუფი გაერთიანებული, მას ყავს კოორდინატორი, რომელიც მონაწილეობს როგორც აპლიკანტი და რომელსაც შეაქვს განაცხადი მთელი ჯგუფის სახელით. და ეუბნებ ხა განაცხადში რა იწერება, რომ აი ჩვენ ვართ ესა და ეს ჯგუფი, ხო, იქ არის eligibility criteria, რასაკვირველია დაკმაყოფილებელი, გვაქვს წარმოდგენილი ეს სამაგისტრო პროგრამა, კომისია მსჯელობს იმაზე, უნდა რამდენად კარგია და მნიშვნელოვანია ეს სამაგისტრო პროგრამა და რამდენად შეესაბამება ის ევროპულ, ასე ვთქვათ, განათლების სიდიადეს და გამარჯვების შემთხვევაში ეს კონსორციუმი იღებს ფიქსირებულ თანხას პროგრამის მენეჯმენტში, ხო? და ასევე იღებს სასტიპენდიო ფონდს, რომ სულ მცირე 4-ჯერ მაინც მიიღოს სტუდენტები ამ პროგრამაზე. გასაგებია აქამდე, რასაც ვაპარაკობ? ხო? ანუ ეხლა რომ გადავიდეთ შემდეგ ჯერზე, ესე იგი განაცხადის შეტანის მომენტში სამაგისტრო პროგრამა უნდა იყოს მზად, ready to run, როსაც ქვია, ხო? შეიძლება გამონაკლისის შემთხვევებში მოგცეთ 1 წლიანი მოსამზადებელი პერიოდი. ეს შედარებითი სიახლე არის. და როცა ლაპარაკია ხარისხის უზრუნველყოფაზე, აქ საუბარი არის, რომ ევროპული მიდგომები უნდა იყოს, ანუ ESG-ს დაცვით უნდა ხდებოდეს და პროგრამის თუ აკრედიტირებული არის ერთ ქვეყანაში, ეს უნდა იყოს მერე აღიარებული სხვა პარტნიორ ქვეყნებში. საინტერესო არის ის, რომ საქართველოს, რომლის ხარისხის უზრუნველყოფის ეს ეკე რო გახდა ENCA-ს წევრი, ჩვენთვის ეს ძალიან მომგებიანი არის, იმიტომ თუ სამაგისტრო პროგრამა აკრედიტირებული არის ჩვენთან, ის აღიარებული უნდა იყოს სხვაგან და vice versa, ანუ ევროპაში აკრედიტირებული პროგრამა ჩვენთან აკრედიტირებულად უნდა ითვლებოდეს, ხო? აქ არის ჩამოთვლილი თითოეული, ესე ვთქვათ, პარტნიორის და ამ კონსორციუმში მონაწილე დაწესებულების ფუნქციები. კოორდინატორი, ანუ აპლიკანტი, ეს არის აუცილებლად უნივერსიტეტი. აქამდე ეს იყო აუცილებლად ევროპული უნივერსიტეტი, ეხლა შეიძლება იყოს ქართული უნივერსიტეტიც, რომელიც როგორც capacity building-ის პროექტებში
მონაწილეობს როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, მისი სახელით შედის განაცხადი, ის აწერს ხელს ყველა იურიდიულ დოკუმენტს, მის ანგარიშზე ირიცხება გრანტი, თუ გრანტი მიიღო და მერე ის აკეთებს ამ გრანტის განაწილებას, ასე ვთქვათ, დანარჩენ პარტნიორებზე. აქვს ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ასევე პასუხისმგებელი არის კომუნიკაციაზე გარე სამყაროსთან. ანუ საკმაოდ სერიოზული ფუნქციები არის. ნიშნულოვანი არის, რომ კონსორციუმში შემავალი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ სრული პარტნიორები და ასოცირებული პარტნიორები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სრული პარტნიორი არის ის უნივერსიტეტი, რომლის სახელიც იწერება ამ პროგრამის მიერ გაცემულ დიპლომზე. ანუ სრული პარტნიორი ეს არის მათ შორის ქართული უნივერსიტეტიც, რომელიც თავიდან ბოლომდე მონაწილეობს სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში და რომლის სახელიც ფიქსირდება სტუდენტისთვის გაცემულ დიპლომზე. მინდა გითხრათ, რომ აქამდე საქართველოში მხოლოდ ერთი ესეთი უნივერსიტეტია, რომელიც არის კონსორციუმის სრული პარტნიორი, ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე მეოთხე თუ მეხუთე წელია თუ არ ვცდები ახლოს ესეთ სამაგისტრო პროგრამას გლაზგო არის იქ ჩართული თუ არ ვცდები როგორც კოორდინატორი ამ პროგრამაში, ხო? პარტნიორი შეიძლება იყოს ასოცირებული. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ 6 ქართული უნივერსიტეტი არის ასოცირებული პარტნიორი Erasmus Mundus Joint Master Degree-ში. ეს რას ნიშნავს? ეს არის აი ამ პროგრამაში მონაწილეობს ერთ-ერთი პირველი საფეხური, როცა მე როგორც უნივერსიტეტი ვარ კონსორციუმის წევრი, მაგრამ არა ვარ ვალდებული პროგრამის სრულ განხორციელებაზე. მე ჩემთან სემესტრის განმავლობაში სავალდებულო სახით კი არ მოდის სტუდენტი, არამედ მე შემიძლია შევთავაზო რაღაცა არჩევითი კურსები ჩემს სტუდენტებს. მე შეიძლება შევთავაზო მაგალითად თანახმწვანელი სამაგისტრო დისერტაციის დაწერის შემთხვევაში. მე შემიძლია შევთავაზო პრაქტიკა, მე შემიძლია შევთავაზო სტაჟირება ამ ადგილას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხა ყველას კარგად გვესმის, ხო, რომ იმის ფუფუნება შეიძლება და იმის რესურსი ყველა ქართულ უნივერსიტეტს შეიძლება არ ჰქონდეს, რომ არ ვიცი 20 სოფლიოდან ჩამოსული სტუდენტისთვის სამაგისტრო პროგრამა წარადგინოს სრული მოცულობით. მაგრამ შეიძლება ყავდეს რამდენიმე, ან თუნდაც ერთი კარგი პროფესორი, ვისაც შეუძლია რაღაცა კურსი წაიკითხოს. ან ჩვენ გვაქვს საინტერესო საშუალება, რომ ვიყოთ სამაგისტრო ნაშრომის თანახმწვანელები, ან ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. ასე რომ ასოცირებული პარტნიორობა არის ძალიან კარგი ოფცია იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პროგრამაში თანამშრომლობა. საინტერესოა, რომ იგივე ილიას უნივერსიტეტმა, ვინც ახლა სრული პარტნიორი არის, ასოცირებული პარტნიორობით დაიწყო იმ კონსორციუმში თანამშრომლობა. და რა არის მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს ფიზიკურად, ასე ვთქვათ, მზად იმისთვის, რომ მიიღოს სტუდენტები და გასცეს კრედიტები სასწავლო პერიოდზე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს როგორც აკადემიური, ისევე ადმინისტრაციული რესურსი იმისა, რომ უმასპინძლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. ხა ჩვენ უცხოელი სტუდენტები არ გვიყვირს, იმიტომ რომ თუნდაც მედიცინის ფაკულტეტზე ყავს ძალიან ბევრი, ყავს გაცვლითი სტუდენტები, ასე რომ ეს თემა ყველაზე ნაკლებად მადარდებს მე ამ სტუდენტების მოვლა პატრონობის. მე მადარდებს ასე ვთქვათ, აკადემიური რესურსი, რომელსაც შეუძლია ძალიან მაღალ დონეზე სამაგისტრო პროგრამის მთელი კურსის წაყვანა მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. რა შეეხება დაფინანსებას, როგორც გითხარით, ძირითადად ფინანსდება, ანუ თანხა გაიცემა არა პროგრამის მომზადებაზე, არამედ პროგრამის განხორციელებაზე. პროგრამა თუ დაფინანსდა, მას 4 წლის განმავლობაში შეუძლია სტუდენტების მიღება და კონსორციუმი აი ამ ადმინისტრაციული ხარჯისთვის იღებს 50,000 ევროს წელიწადში. ანუ 4-ჯერ 50,000 ეს არის 200,000 მინიმუმ. თუ გამონაკლის შემთხვევაში ჩვენ გვექნება მოსამზადებელი წელი, ამ შემთხვევაში დაფინანსება არის კიდევ დამატებით 20,000 აი ამ მოსამზადებელი წლისთვის. ამის გარდა არის ცალკე ფონდი, რომელიც არის იწოდება სასტიპენდიო ფონდი, იმიტომ რომ მომხიბვლელობა ამ ერაზმუსის პროგრამებისა მდგომარეობს იმაში, რომ სასტიპენდიო ფონდის არსებობის შემთხვევაში თქვენთან ჩაბარებული სტუდენტები იღებენ დაფინანსებას. და ეს დაფინანსება არის სადღაც 1000 евро წელიწადში, ანუ საკმაოდ მომხიბვლელი არის ამ მხრივ, ხო? ჩვენ საიტზე გვაქვს ძალიან ვრცელი განყოფილება, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ქართველი სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ამ პროგრამებზე და იქ ჩვენ გვაქვს ძალიან დეტალურად გაწერილი ინსტრუქციები, როგორ უნდა გააკეთონ განაცხადი, როგორ უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და ასე შემდეგ.
შესაძლოა ნაკლები ინფორმაცია გვაქვს უნივერსიტეტებისათვის. გვაქვს არსებული პროგრამების ჩამონთვლილი და სადღაც 123 პროგრამა არის წელს გამოცხადებული და შეგიძლიათ ნახოთ რა პროგრამებზე არის საუბარი. და აქვე გვაქვს ახლა ჩამონათვალი თუ რომელ პროგრამებში მონაწილეობენ ქართული უნივერსიტეტები. როგორც გითხარით, ილია არის ერთადერთი, რომელიც არის სრული პარტნიორი და პროგრამას ქვია Central and East European, Russian and Eurasian Studies, ხო? და დანარჩენი, ასე ვთქვათ, პროგრამებში ყველგან ჩვენი უმაღლესები არიან ასოცირებულ პარტნიორებად. აქ საინტერესო არის, რომ რამოდენიმე პროგრამა, რომელშიც ჩვენები ასოცირებული პარტნიორები არის ტემპუსის პროგრამების გაგრძელების შედეგად, მაგალითად ეს მიგრაციაში, ხო, European Master in Migration and Intercultural Relations, JIPA და TSU რომ მონაწილეობს რა, ეს არის ერთ-ერთი ტემპუსის პროექტის შედეგად შექმნილი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელშიც ორი ქართული უნივერსიტეტი ჩაერთო. აგერ კიდევ ბატონო, კითხვა შემოვიდა და მე მგონი გავცეთ პასუხი. ბატონო, ეხლა მაშინ მე ამით დავასრულე, ასე ვთქვათ, ეს განყოფილება და ეხლა კითხვას ვუსმენ. კი ბატონო, ანუ პარტნიორობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის ჩართვა რამდენად არის მიღებული Brexit-ის გამო, აი ამ კითხვასთან დაკავშირებით გავცეთ. ბრიტანეთი ამ შემთხვევაში დამატებით განიხილება, როგორც ასე ვთქვათ, პარტნიორი ქვეყანა და არა პროგრამის ქვეყანა, აწი, მინდა გითხრათ, რომ ბრიტანელები იყვნენ ძალიან აქტიურები ამ პროგრამაში. ანუ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო აქ, მაგრამ რადგანაც ეხლა ასე ვთქვათ, გაიხსნა ეს საზღვრები და პარტნიორ ქვეყნებს მიეცათ საშუალება კონსორციუმის სრული წევრები გახდნენ და კონსორციუმის ლიდერები, თუმცა საქართველოს მიეცა ეს უფლება ექნება ბრიტანეთსაც. ანუ ბრიტანეთი იქნება კვლავინდებურად ამ პროგრამებში იგივე პირობებით ჩართული, როგორც კონტინენტური ევროპის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრებად დარჩნენ. ბრიტანეთისთვის ამ შემთხვევაში შეზღუდვები არ არის ამ კონკრეტულ პროგრამაში. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული პროგრამა Erasmus-ის ფარგლებში. კიდევ ერთხელ გავავლებ, ასე ვთქვათ, პარალელს capacity building-თან და tempus-თან, რომლის მთავარი იდეა იყო ჩვენი დახმარება. ამ შემთხვევაში სიტყვა დახმარება, სადაც ფიგურირებს პირიქით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი პარტნიორები ამ პროგრამაში, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ერთნაირად ევროპელებთან განვახორციელოთ ეს პროგრამა. ძალიან პრესტიჟული პროგრამა არის და თქვენ ხედავთ, ასე ვთქვათ, იმ პროგრამების პროფილიდან გამომდინარე, რომელშიც ქართველები ვართ ჩართულები, რომ ესენი ნაკლებად მაინც შეესაბამება ჩვენს მას. ახლა ნახეთ მაინც მე რომ უკან წავიდე, ანუ ეს იყო თქვა Central East European, Russian and Eurasian Studies. თეატრალური უნივერსიტეტი ჩართული არის დოკუმენტალური კინოს პროექტებში, ეს ძალიან პრესტიჟული, კი ასოცირებული პარტნიორის სახით, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის. TSU და ილია ჩართულები არიან ევროპულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, არის კიდევ TSU და JIPA ჩართული მიგრაციის პროგრამაში და აქ ჩვენ წინ ვიძღოდა ტემპუსის პროგრამა. TSU მონაწილეობს ლექსიკოგრაფიის პროგრამაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, აქ იტალიელებიც არიან ჩართულები. კავკასიის ერთი კითხვა შემოვიდა ასოცირებულ პარტნიორთან დაკავშირებით, რა ეტაპზე ხდება მითითება, ალბათ განაცხადში, რომ ასოცირებული განაცხადში ხდება მითითება და შეიძლება მერეც დამატება. ხო, ეს კარგი კითხვაა, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ მიმდინარე პროექტში უკვე, რომელიც თქვა შაშან და შაშან წინ დაფინანსდა და სტუდენტებს უკვე იღებს, იქაც თქვა თუ გყავთ ნაცნობი უნივერსიტეტები, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობენ, მათ, ასე ვთქვათ, მათთან კომუნიკაციის შედეგად დაემატოთ მათ ასოცირებული პარტნიორის სახით. ეხლა რეალურად მე რო ვიყო ქართული უნივერსიტეტი, მე უნდა გავააქტიურო ყველა ჩემი კონტაქტი, თუ მაქვს იმის საშუალება, რომ ვიყო ამ პროგრამის მონაწილე და ვთხოვო ჩემს ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც აპირებენ ან უკვე არიან ამ GMD-ის, ასე ვთქვათ, წევრები, რომ ჩაგვხდონ ჩვენ როგორც ასოცირებული პარტნიორები. ასოცირებული პარტნიორის ფინანსური დაინტერესება არის მინიმალური, ეს გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ თქვენ მიიღებთ ფულს მხოლოდ იმ ნაწილის შესრულებაში, რომელიც იქნება განსაზღვრული, ეს შეიძლება იყოს თანახმწვანელობა, ეს შეიძლება იყოს პრაქტიკა, ეს შეიძლება იყოს სტაჟირება, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სალექციო ან სასემინარო კურსის წაყვანა. ანუ ფინანსური ბენეფიტი არის საკმაოდ მწირი, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრესტიჟული პირველი ნაბიჯი კონსორციუმის სრული წევრობისა და პრინციპში თქვენი აღიარებისა, იმიტომ რომ აი ამის საშუალებით თქვენ შედიხართ აი ამ ჯგუფში, რომელიც იღებს თანხებს განხორციელებაში და არა განვითარებაში, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასოცირებული პარტნიორობა შეგიძლიათ განაცხადის წარდგენის მომენტში
და უკვე მიმდინარე პროექტში და ცხადია კონსორციუმის წევრები ამას უნდა დაეთანხმონ, ხო? ანუ თქვენი პოლიტიკა უნდა იყოს კონსორციუმის წევრებთან კომუნიკაცია და რაღაცა უნდა შესთავაზოთ მათ ამაში და მე შეიძლება მოხდეს დამატება, იმიტომ რომ თქვენი როგორც ასოცირებული პარტნიორის სახელი სტუდენტისთვის გაცემულ დიპლომში არ აისახება. ანუ degree awarding არ იქნებით. მაგრამ მონაწილეობას იღებთ პროგრამების ჩამონათვალში ხართ, პარტნიორების ჩამონათვალში ხართ, უბრალოდ ამ პროგრამაში და თქვენ ნელ-ნელა იზრდება, ასე ვთქვათ, ამითი ნდობა თქვენდამი, როგორც უნდა. გავეცი პასუხი ამ კითხვას. მორიგი კითხვა, ალიკა, შეგვიძლია გავცეთ პასუხი. როცა საუბრობთ EMGMD-ზე და ფაქტზე, რომ უკვე ხორციელდება პროგრამა, ამ კონტექსტში როგორ განიხილება აკრედიტაციის საკითხი? ცოტა უფრო დეტალურად რომ გვითხრათ ეს პირველი. ანუ ასოცირებული პარტნიორი თუ ხართ აკრედიტაციის თემა თქვენ არ გეხებათ. ეხლა რასაკვირველია? პარტნიორზე არის საუბარი სავარაუდოდ. შესაძლებელია მხოლოდ ერთ ქვეყანაში იყოს აკრედიტებული და ჩათვლილი პარტნიორ ქვეყნებში? ხო, ანუ ესე იგი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც იქნება წარდგენილი კონკურსზე, ის უკვე უნდა იყოს გარკვეულად მოთელილი ერთ ქვეყანაში მაინც, ხო? იმ ქვეყანაში ის უნდა იყოს აუცილებლად რაღაცნაირად აგრეთ. ჯერეთი მონაწილეობის უფლებაში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უნივერსიტეტებში. ახლა ეს გასაგებია რომ ავტორიზირებულ სასწავლებლებზეა ლაპარაკი, ამაზე არ ვცელდებით, ხო? აკრედიტაცია ხდება ერთ რომელიმე ქვეყანაში, თუ ამას არ ეწინააღმდეგება სხვა მონაწილე უმაღლესების ქვეყნების, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა. საქართველოს შემთხვევაში ჩვენთვის პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ახან გავხდით ENCAS წევრი და ჩვენ თუ მონაწილეობთ ერთობლივ პროგრამაში, რომელიც აღიარებულია ENCAS მეორე მაგალითად გერმანიაში, მაგალითად ბრიტანეთში, საფრანგეთში, რა ვიცი მე ლატვიაში, ლიტვაში და ასე შემდეგ, არა, ჩვენთან ავტომატურად ხდება ამ პროგრამის აღიარება. და კიდევ მეორე თემა არის, ხო, ანუ ჩვენ პროგრამის აკრედიტაცია გვჭირდება საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით, იმიტომ რომ მივიღოთ მასზე დაფინანსებული სტუდენტები, ხო? ანუ აქ დაფინანსების თემა არის. თუ ჩვენ პროგრამაში მონაწილეობთ, აი სიტყვაზე ვთქვათ, რომ ქართული აკრედიტაცია ამ პროგრამას არ აქვს. 50,000 евро აქვს ამ პროგრამას ადმინისტრაციული ხარჯი, რომ მისი ხარჯები დაფაროს. შესაბამისად, ამ თანხის გადანაწილება ხდება პარტნიორს, ანუ ფული მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში შეიძლება არც იყოს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ENCAS წესებიდან გამომდინარე, ხარისხის ცენტრი ჩვენი აღიარებს ENCAS მიერ გაცემულ აკრედიტაციას. რა კონკრეტული საბუთების წარდგენა ხდება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ უბრალოდ რაღაცა ცნობა უნდა იყოს წარდგენილი ხარისხის ცენტრში ჩვენთან, რომ თქვათ, რა ვიცი მე უნივერსიტეტი X მონაწილეობ ამ და ამ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში, რომელიც აკრედიტირებულია საფრანგეთში. და რაღაცა ავტომატურ რეჟიმში ხდება მისი, ასე ვთქვათ, აკრედიტაციის ცნობა საქართველოში. ამ დეტალებს გავარკვევთ ჩვენ ხარისხის ცენტრთან, მაგრამ დედლაინებთან შედებით არის კითხვა კიდევ. ხო, დედლაინებზე, აი მე უნდა მოვწმინდო რაღაცნაირად პირი ბრიუსელის და ძალიან ცუდად გამომდის ეს, იმიტომ რომ ძალიან დააგვიანდათ. როგორც გითხარით, ჩვეულებრივ ქოლი ცხადდებოდა ხოლმე ოქტომბერში და უკვე ოქტომბრის ბოლოს, სადღაც 20 ოქტომბერში ჩვენ ყოველთვის გვქონდა ხოლმე საინფორმაციო კამპანია დაწყებული. წელს ძალიან დააგვიანეს, ნაწილობრივ საკუთარი უთავბოლობის გამო, ნაწილობრივ პანდემიის გამო, ველოდებით შობამდე, ანუ 25 დეკემბრამდე ამ ქოლის გამოცხადებას. და იმედი გვაქვს და მხოლოდ იმედი გვაქვს იმისა, რომ შეიძლება განაცხადების წარდგენის დედლაინმა ცოტათი გადაიწიოს, თუმცა ამის გარანტიას მე თქვენ ვერ გაძლევთ. ამიტომაც ჩვენ აღარ დაველოდეთ უკვე ამ ქოლს. ხა აქვე ბარემ ვიტყვი, რომ სხვა ქვეყნებში ჯერ არც კი დაწყებულა ეს საინფორმაციო კამპანია. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ მეტი დრო გვჭირდება, იმიტომ რომ ვიცი, რომ მე ახალ წელს ყველანი ჩავწვევით მაინც აცივებში და ამას ესე კარგად ვერ დავწერთ, ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, მით უკეთეს. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ თუ გყავთ ევროპელი პარტნიორები, ვისთანაც გინდათ ურთიერთობა, სულ რაღაცა 10 დღეში ისინი სააშობაო ვარდებებზე გავლენ და სადღაც 5 იანვრამდე დაიკარგებიან. და ამიტომ დრო ბევრი არ არის. სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმედი გვაქვს, რომ დედლაინი იქნება ცოტათი გადაწეული მარტისკენ. რეალურად შეიძლება დედლაინი დარჩეს ისე თებერვალში, ამიტომ დრო ბევრი არ არის. კიდევ ხო არ არის კითხვები? ამ ეტაპზე კითხვები ამოვსურეთ. მაშინ გადავალ ახლა ჟან მონეზე. ჟან მონე ბევრად უფრო რეალისტური ამბავი არის. ასევე ჟან მონეს კონკურსის გამოცხადება ზუსტად ისევე ველოდებით, აი ახლა ყოველ დღე და ვნახოთ როგორ გაგვახარებენ. დედლაინი აქაც სავარაუდოდ იქნება თებერვლის ბოლოს.
ჟან მონე არის ერაზმუსის კონკურსი, რომელიც რეალურად ემსახურება ევროკავშირის შესახებ ცოდნის და ინფორმაციის გავრცელებას. ანუ ეს არის აგიტაცია პროპაგანდის მანქანა, რომლის ამოცანაც არის ევროკავშირის ხაზს უსვამ ამას და არა ევროპის. ევროკავშირის შესახებ კვლევების და სწავლების პოპულარიზაცია და გაძლიერება. ჟან მონეში აგერ ბატონო მშვენივრად წერია, როგორი დიადი მიზნები აქვს. ჟან მონეში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. და ჟან მონეს შემთხვევაში არ არსებობს დაყოფა, ასე ვთქვათ, პროგრამის და პარტნიორ ქვეყნებად, ყველანი ერთნაირად ვართ ერთ ყულაბაში ჩაყრილები და ერთმანეთის კონკურენტები. ანუ თუ სხვა კონკურსებში შეიძლება ვთქვათ ყოფილიყო რაღაცა განსხვავება და რაღაცა ასე ვთქვათ წახალისება არაევროპული ქვეყნების მონაწილეობისა, ჟან მონეს შემთხვევაში ეს არ ხდება. მე აქ მაქვს მაგალითად შაშანდელი ინფორმაცია და ხედავთ რომ აქ საკმაოდ ბევრი 99 ქვეყანა მონაწილეობდა ამ პროგრამაში. სტატისტიკას რო გადახედოთ, ყველაზე მეტ პროექტს იღებენ სწორედ თვითონ ევროპული ქვეყნები, რომლებიც აქტიურად იკვლევენ და ასწავლიან ევროკავშირს. ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თვითონვე საკუთარ თავს სწავლობენ, იკვლევენ, აქვს სადისკუსიო პლატფორმები და ეს ძალიან აქტიურად არის, ასე ვთქვათ, ამუშავებული მექანიზმი. ისევე როგორც Joint Master Degree პროგრამები, ჟან მონე არის ძალიან პრესტიჟული პროგრამა, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. სხვა ევროკავშირის გრანტებისგან განსხვავებით, ჟან მონე შედარებით უფრო მარტივი დასაწერია. ეხლა ვისაც დაუწერია ჩვენთან capacity building-ის პროგრამები და იცის რომ ტრილიონი საბუთი არის, იქ ჟან მონე შედარებით ბევრად უფრო მარტივად იწერება და ჩვენ ამის კარგი გამოცდილება გვაქვს უკვე მიღებული. და დღეს მე ვილაპარაკებ ძალიან ზოგადად და მოკლედ ჟან მონეზე, იმისთვის რომ თქვენ მიხვდეთ რაზე არის საუბარი. და 14-ში და 15-ში მექნება უკვე არა პრეზენტაცია, არამედ დეტალური ტრეინინგი იმაზე, თუ როგორ უნდა შევავსოთ განაცხადი, როგორი ვორდინგი გამოვიყენოთ, რა ჩავწეროთ და ასე შემდეგ. მაშა ასე, ესე იგი, როგორც გითხარით, ჟან მონე დიადი პროგრამა არის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაზიარება და ასე შემდეგ. და რა პლუსები აქვს უმაღლესებისათვის, რომ სიმძლავრეები იზრდება, ევროკავშირის კვლევები და ცოტათი ფინანსური რაღაცა ხეირიც არის. ახლა მაინც და მაინც დიდი გრანტები ჟან მონეს არ აქვს, მაგრამ რაღაცა 2 კაპიკი მაინც შემოდის უნივერსიტეტში და ეს მნიშვნელოვანი არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის ევროპათმცოდნეობა, ეს არის ინფორმაცია, სწავლება, კვლევები ევროკავშირის შესახებ. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჟან მონეს აქვს 2 მთავარი მიმართულება. ერთი ეს არის აკადემიური მიმართულება, რომელშიც ჩართული უნდა იყოს მხოლოდ უნივერსიტეტი. ეს არის სწავლება და კვლევები. და აქ არის ჟან მონეს 3 ქვეკატეგორია: ჟან მონეს მოდულები, ჟან მონეს პროფესურა, chair ქვია ამ შემთხვევაში და ჟან მონეს Center of Excellence. ხო, ანუ ეს 3 პროექტი არის ჟან მონესი, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უნივერსიტეტის მიერ და რომელსაც აქვს ცალსახად აკადემიური მიმართულება. არსებობს ჟან მონეს პროექტები, ჟან მონეს ქსელები და ასოციაციების მხარდამჭერი პროექტები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაც. ანუ ამ შემთხვევაში უკვე დივერსიფიკაცია არის მონაწილეების მხრივ, მაგრამ ამოცანებიც ნაკლებად აკადემიური შეიძლება იყოს და ეს შეიძლება იყოს უფრო, ასე ვთქვათ, awareness raising campaign და ეგეთი რაღაცები. ახლა ნელ-ნელა განვიხილოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ამ განყოფილების შემდეგაც ჩვენ გვექნება კითხვაზე პასუხი, ცხადია, ხო? დავიწყოთ აკადემიური ნაწილით. ანუ აკადემიური ნაწილი მეუბნება იმას, რომ ჟან მონეს ახორციელებს უნივერსიტეტი აუცილებლად და იმის და მიხედვით თუ რა მიმართულებით ახორციელებს, ჟან მონე შეიძლება იყოს 3 ტიპის. მე შეიძლება გავაკეთო განაცხადი ჟან მონე მოდულზე. ანუ ეს არის პროექტი, რომელიც ჩამოკიდებულია ერთ პროფესორზე, ეს შეიძლება იყოს ჩვენ შემთხვევაში სრული პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი, შეიძლება იყოს მოწვეულიც კი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც 3 წლიან განაცხადს აკეთებს
კონკრეტული მოდულის განხორციელებაზე. მოდული ეს არის სასწავლო კურსი და ვალდებულებას იღებს ეს პროფესორი, რომ ამ უნივერსიტეტში წელიწადში სულ მცირე 40 საათის განმავლობაში ასწავლის, 3 წლის განმავლობაში. საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფილის, დაწყებული სამართლიდან, ადამიანის უფლებებიდან და დამთავრებული, რა ვიცი მე, მედიცინით, ფარმაკოლოგიით და ხელოვნებით, ოღონდ ის უნდა იყოს აუცილებლად კავშირში ევროკავშირთან. აი ეს არის პრინციპული საკითხი, ხო? ანუ ეს არის ევროკავშირის სხვადასხვა ასპექტების სწავლება უნივერსიტეტში მოდულის სახით. ეს მოდული უნდა იყოს ინკორპორირებული სასწავლო პროგრამაში. ცხადია, მოდულს არ სჭირდება არანაირი აკრედიტაცია. ეს მოდული შეიძლება იყოს სავალდებულო, შეიძლება იყოს არჩევითი, შეიძლება იყოს საზაფხულო ან ზამთრის სკოლის ფორმატით წარმოდგენილი, შეიძლება იყოს წარმოდგენილი ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე, ან სამივე საფეხურზე, იმისგან მიხედვით თუ როგორი პროფილი აქვს მას. და ამ მოდულის განხორციელებაში პროფესორი იღებს 30,000 ევროს გრანტის სახით, ხო? ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ერთ პროფესორზე ჩამოკიდებული პროექტი და პროექტის ამოცანა არის ევროკავშირის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ სასწავლო მოდულის შემუშავება და მისი შეთავაზება სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში. ეს არის ერთი ნაწილი. ამაზე ოდნავ უფრო მაღლა დგას ჟან მონე chair. ეს არის ჟან მონეს პროფესურა, რომელიც პრინციპში იგივე არის, მაგრამ ეს არის ოდნავ უფრო მაღალი კატეგორიის პროფესორი. ნუ არა, კატეგორიის მნიშვნელობა არა, პასუხისმგებლობა უფრო მეტი არის. ეს უნდა იყოს უკვე სრულ შტატში მყოფი პროფესორი, ანუ აქ შემთხვევაში მოწვეული ადამიანი უკვე არ ვარგა, ასე ვთქვათ, რომელიც წაიკითხავს 90 საათს წელიწადში და აქვს კიდევ ერთი დამატებითი აქტივობა სულ-მცირე, ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონფერენცია, ეს შეიძლება იყოს რაღაცა პუბლიკაცია, ეს შეიძლება იყოს რაღაცა გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ და გრანტის ოდენობა ამ შემთხვევაში არის უკვე არა 30, არამედ 50,000 евро, ხო? ჟან მონეს პროფესურა არის ოდნავ უფრო მაღალი საფეხური, ანუ თქვენ ხედავთ, რომ იზრდება სასწავლო დატვირთვა, იზრდება პასუხისმგებლობა რაღაც დამატებით აქტივობაზე, ეს ყველაფერი რასაკვირველია ისევ შეეხება ევროკავშირს, ხო? და იზრდება გრანტის ოდენობაც. და მესამე ყველაზე უფრო მაღალი აკადემიური საფეხური ჟან მონეზე ეს არის Center of Excellence. ეს არის გარკვეული ცენტრი უნივერსიტეტის ბაზაზე. ასევე 3 წლიანი გრანტია და 100,000 евро არის მისი მოცულობა, ასე ვთქვათ. რომლის ამოცანაც არის იყოს საექსპერტო ჰაბი ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა საკითხებზე. ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება უკვე სწავლებაც, ტრენინგებიც, კვლევაც და ხშირ შემთხვევაში კონსულტირება მათ შორის სამთავრობო ორგანიზაციების, ხო? ანუ აი ეს სამი სხვადასხვა ოფცია არსებობს და უნივერსიტეტს შეუძლია შეიტანოს განაცხადი ერთ-ერთზე ან რამოდენიმეზე. ეხლა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ქონია შემთხვევები, რომ ერთი და იგივე უნივერსიტეტში ორი და რამდენიმე პროექტი ერთდროულად დაფინანსებული იყო. აქამდე იყო შეზღუდვა, რომ Center of Excellence ვერ იქნებოდა თუ ამ უნივერსიტეტს უკვე არ ყავდა ჟან მონეს პროფესორი, ეხლა ეს შეზღუდვა მოხსნილი არის. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჟან მონე მაძლევს საშუალებას, რომ უნივერსიტეტის ფარგლებში ვასწავლო ევროკავშირი და ვიკვლიო ევროკავშირი. და იმისგან მიხედვით თუ როგორი არის ჩემი ამბიცია, მე შეიძლება ეს გავაკეთო მოდულის ფორმატში, მე შემიძლია ეს გავაკეთო კათედრის ფორმატში და მე შემიძლია ეს გავაკეთო Center of Excellence-ის ფორმატში. ლიკა, კითხვა არის ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი უნივერსიტეტიდან 2 ან 3 პროფესორმა თუ შეიძლება ერთობლივად შეიტანონ განაცხადი მოდულ და chair-ის შემთხვევაში. ანუ გაიზიარონ ერთობლივად არა, ერთდროულად პარალელურად ყველამ თავთავისთვის. ანუ გაიზიარონ პასუხისმგებლობა და ერთობლივად განახორციელონ მოდული, აი ესეთი კითხვაა. ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული, იქ შეიძლება მონაწილეებში იყოს მეორეც მითითებული, მაგრამ წამყვანი აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადამიანი და შემდეგ კვირას 14-ში ჩვენ გვექნება სწორედ ტრეინინგი განაცხადის ფორმების მიხედვით
მოდულებზე, chair-ზე და center of ანუ ტრეინინგს მე ვყოფ 2 დღედ. პირველ დღეს იქნება აკადემიური ნაწილი მოდულზე, chair-ზე და center-ზე და მეორე დღეს იქნება project-ზე, network-ზე და ასოციაციებზე, ხო? იქ ვიტყვი ამას ძალიან დეტალურად. ჩამოკიდებულია მაინც ერთი ადამიანის სახელზე, წამყვანი უნდა იყოს ერთი პროფესორი, თუმცა განაცხადის ფორმატში არის გრაფი, სადაც იწერება სხვა მონაწილე პირები და აი იქ შეიძლება ეს სხვა მონაწილე პირები იყვნენ ჩართულები, რომლებიც თქვათ პროფესორი თუ კითხულობს ლექციას, იმან თქვათ სემინარი წაიკითხოს ან რაღაცა ეგეთი. მაგრამ წამყვანი ხდება ხოლმე ერთი ადამიანი, როგორც მოდულის, ისე chair-ის შემთხვევაში. Center of Excellence უკვე სხვა არის, რადგანაც Center of Excellence ეს არის გარკვეული hub-ი, ეს უნდა იყოს ინტელექტუალური პოტენციალი, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ჯგუფი, აი აქ უკვე მნიშვნელოვანი არის რამდენიმე პროფესორის ყოლა. აი ეს პროექტი, ანუ მესამე ხო, Center of Excellence ერთ ადამიანზე არ იქნება ჩამოკიდებული და მოდული და chair-ი კი. ამავე დროს თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი ერთდროულად, პარალელურად, ცხადია ხალთ ერთმანეთის კონკურენტები, მაგრამ ჩვენ ქონია იგივე თქვათ უკრაინაში ვიცით, მოლდავეთში ვიცით და სხვა ქვეყნებში ვიცით, რომ ერთ უნივერსიტეტში პარალელურად დაფინანსებულა მოდულებიც და კათედრებიც, ასე რომ აქ შეზღუდვა არ არის. ეს მე გასაგებია ეს ამბავი თუ არა? კარგით, წავალ მაშინ მე შემდეგ იმაზე. აქ არის მაგალითები შემოყვანილი მაგალითად, ხო, ესენი შეგიძლიათ თქვენ განიხილოთ, იმიტომ რომ ვებგვერდები არის აქ მოცემული და ქართული მაგალითები, მაგალითად მოდულის, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ამ წუთას 3 მოდული, ერთი უკვე მიმდინარეობს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 2 ახლა დაფინანსებული არის გორში და ევროპის უნივერსიტეტში. და ხედავთ სათაურებს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმართულების მოდულები. აქვე ვიტყვი, რომ მე ბოლო სლაიდზე მაქვს ვებგვერდები მითითებული და ჩვენ გავაკეთებთ ცალკე კატალოგი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფინანსებული ყველა ჟან მონეს პროექტისა, რომ თქვენ გარკვეული ინსპირაციის წყარო გქონდეთ და ნახოთ რა თემატიკაზე შეიძლება მუშაობა და გაგიკვირდებათ და ნახავთ რამდენად მრავალფეროვანი არის ეს თემატიკა და როგორ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს ჟან მონეს მოდულიც, პროგრამაც და კათედრაც. ეს არის ჟან მონეს კათედრის, ასე ვთქვათ, მაგალითი და ხედავთ, რომ მაგალითი შეეხება ჟურნალიზმს და ეს ძალიან საინტერესო არის, ანუ ჟურნალისტიკა როგორ ასახავს ევროპულ ინტეგრაციას. აი აქ ხედავთ ამას და საქართველოს შემთხვევაში გვაქვს ჟან მონეს კათედრის 5 მაგალითი. ეს იყო ილიას უნივერსიტეტში ოლივერ რაისნერი, კავკასიაში სერგი კაპანაძე, მათი პროექტები უკვე დასრულდა, იმიტომ რომ 3 წლიანი პროექტები იყო. ამჟამად მიმდინარეობს New Vision-ში გაგა გაბრიჩიძის პროგრამა, რომელიც სამართალს შეეხება და ბათუმში და თესეულში წელს დაფინანსდა და აი ახლა დაიწყო განხორციელება. ბათუმში ეს არის Democracy, Rule of Law and Human Rights და თბილისში ეს არის თანასწორუფლებიანობის Understanding EU Policy for Equality. ანუ თემატიკები აბსოლუტურად განსხვავებული შეიძლება იყოს. აქვე ვიტყვი, რომ ტრადიციულად განაცხადები ჩვენსგან შეაქვთ მაინც იურისტებს და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ხალხს. არ ვიცი ახლა ეს რატო ხდება ესე. შეიძლება, ანუ თემატიკა არ არის არანაირად შეზღუდული, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ჟან მონეს მოდული და chair-ი გენდერზე, რა ვიცი მე, ეკოლოგიაზე, კულტურული ძეგლების დაცვაზე და რაზეც გაგეხარდებათ ყველაფერზე. ტრეინინგის მასალაში არ მინდა წინასწარ დღეს შევტოპო, 14-ში ამაზე გვექნება საუბარი, მაგრამ ეხლავე შემიძლია გითხრათ. რაც ჩვენ გავაანალიზეთ გაკეთებული განაცხადები და მიღებული უარები, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბევრი ქართული პროექტი ამ სფეროში არ ფინანსდება, არის სწორედ წარმომადგენელი, ანუ აპლიკანტი პროფესორის კომპეტენცია. რადგანაც ამ პროგრამაში არ არის, ასე ვთქვათ, განსხვავება ევროპულ და არაევროპულ ქვეყნებს შორის და არის ძალიან დიდი კონკურენცია, მთავარი შერჩევის კრიტერიუმი ეს არის იმ ადამიანის და იმ გუნდის კომპეტენცია, ვინც ახორციელებს ამ პროგრამას. აღმოჩნდა, რომ ჩვენგან გადის ძალიან კარგი საპროექტო იდეები, მაგრამ პასუხად ვიღებდით, რომ კი ბატონო, მშვენიერი იდეა, ვიღაცა პროფესორი X-ის მიერ წარმოდგენილი, მაგრამ ამ პროფესორ X არ აქვს ამ სფეროში შესაბამისი პუბლიკაციები. საიდან ვიცი მე ევროკავშირმა, რომ ის ამ პროექტს განახორციელებს. ანუ მე თუ შემაქ ლიკა გლონს, რომელიღაცა უნივერსიტეტის სახელით განაცხადი, რომ მე წავიკითხავ მოდულს, ან ვიქნები პროფესორი, რა ვიცი მე, კულტურული ძეგლების დაცვის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკაზე, ხო? ერთი პუბლიკაცია მაინც ამ სფეროში მე უნდა მქონდეს, რომ შესარჩევი კომისია დავარწმუნო იმაში, რომ მე კომპეტენტური ვარ საკმარისად იმისთვის, რომ ეს კურსი წავიკითხო.
ანუ აი ეს პრობლემა აღმოგვაჩნდა ჩვენ და ეს იყო ძალიან სერიოზული ილუსტრაცია ჩვენი აკადემიური პერსონალის პუბლიკაციების თემა ჩვენ გვიჭერს. ხა ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგვიფინანსდა ჟან მონეს 24 პროგრამა. და ბევრად უფრო მეტი წაიღეს NGO-ებმა და NGO-შნიკური პროექტები ბევრად უფრო მეტი დაფინანსდა ვიდრე აკადემიური. პარალელურად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში წელიწადში 30 პროექტი ფინანსდება, ანუ იმაზე მეტი, რაც ჩვენ 5 წელიწადში მივიღეთ და ძალიან მაღალი არის სწორედ წილი აკადემიური პროგრამებისა და რომ გამოვიკვლიეთ ეს საკითხი, ისინი ბეჭდავენ და აქვეყნებენ საკმაოდ ბევრ სტატიას ამ სფეროებზე. ანუ ჩვენ აი ეს პუბლიკაციები რო არა აქვს ჩვენს პროფესორებს ამ კონკრეტულ სფეროში, რომელზედაც მათ უნდათ ასწავლონ სტუდენტებს, ეს არის სერიოზული მინუსი პროექტების დაფინანსებისთვის. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ხედავთ გამოცდილება მოდულში და პროფესურაში, ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება Center of Excellence-ში, ამაზე განაცხადიც კი არ შესულა ჯერ საქართველოსთან. მე იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხდება აუცილებლად და განაცხადი იქნება. ანუ აქ ეს მაგალითები არის მოცემული. რომ გადავიდეთ ახლა ჟან მონის ეგრეთ წოდებულ NGO-შნიკურ ნაწილზე, ასე ვთქვათ, ეს არის policy debate and exchange. აქ ჩვენ გვაქვს ორი ტიპის პროექტის წარდგენის საშუალება. ეს არის 60,000 ევროიანი საპროექტო განაცხადი ჟან მონე project, რომელიც შეიძლება წარადგინოს როგორც უნივერსიტეტმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 1 წელი, წელიწად ნახევარი ან 2 წელი და რომელიც ძირითადად არის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული. და ჩვენ აქ გვაქვს როგორც გითხრათ ძალიან კარგი მონაცემები, ძალიან 10 პროექტი გვაქვს ასეთი წარდგენილი, როგორც უმაღლესების, ისევე არასამთავროების მიერ, ხო? ანუ ეს როგორც გითხრათ, ძალიან NGO-შნიკური პროექტი არის ამ შემთხვევაში. ერთადერთი გამონაკლისი ჟან მონეში არის ქსელები, ეს ჟან მონე network, სადაც ჩვენ ეს პროგრამა გვაქვს წარმოდგენილი არა ერთი, არამედ მინიმუმ 3 პარტნიორი ინსტიტუტის მიერ. ეს არის ყველაზე უფრო მსხვილი და მოცულობითი ჟან მონეს პროექტი, რომლის დაფინანსება არის 300,000 ევრო, რომელიც არის 3 წლიანი, რომელშიც სულ მცირე 3 სხვადასხვა ქვეყნის 3 სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაცია უნდა მონაწილეობა, ქსელი ქვია, ამიტომ ქსელ სახელმწიფო მეუბნება, რომ ეს შეიძლება ჩამოკონციალებული იყოს ერთ ორგანიზაციაზე და რომელიც რეალურად არის, როგორ გითხრათ, პლატფორმა დისკუსიისთვის. ანუ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, think tank-ებმა ერთად იმჩნევლონ რაღაცა კონკრეტულ საკითხზე. ეს კარგი სალაყბო სფერო არის ამ მხრივ და ნეტვორკებშიც უკვე შეიძლება ქართული უმაღლესები იყვნენ წამყვანები, ჩვენ ამის გამოცდილებაც გვაქვს. ეხლა რომ ვნახოთ მაგალითები, მაგალითად ჟან მონეს პროექტის მაგალითები აქ არის თავისი ვებგვერდით მითითებული. საქართველოში როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს 10 პროექტი განხორციელებული და მიმდინარე და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 2 და 3 ეგეთი პროექტი გააკეთა. თქვენ ხედავთ, რომ უნივერსიტეტებიც მონაწილეობენ ამაზე. აი მაგალითად ჟან მონეს შესახებ, ანუ ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების არაჩვეულებრივი მაგალითია ეს პროექტები European Studies at School, raising awareness on Georgia's Europeanization in academia, ეს იყო სტუდენტებისთვის წარმოდგენილი ისეთი აქტივობები, ხო? შემოვიდა ნეტვორკთან დაკავშირებით, რა შესაძლებელია, რომ ეს ქვეყნები იყვნენ პარტნიორები. ნეტვორკ რომელი ქვეყნებიო? ევროკავშირის ქვეყნები თუ არიან პარტნიორებად მოაწყობილ. იგი აუცილებლად, ანუ 3 ქვეყანა უნდა იყოს, მაგრამ რადგანაც მაინც ლაპარაკია ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, თუმცა ეს წესებში არსად არ არის მითითებული, ჩემი ძალიან დაჟინებული რეკომენდაცია იქნება, რომ სულ მცირე ერთი ქვეყანა მაინც იყოს ევროპიდან და უკეთესია რომ 2 ქვეყანა იყოს ევროპიდან. და რაც თავარი აქ პირობებში მითითებული არის, რომ მინიმუმ 3 ქვეყანა უნდა იყოს. ეს მინიმუმი არის სავალდებულო, მაგრამ არასაკმარისი, იმიტომ რომ რაც ჩვენ ვნახეთ ნეტვორკები 5, 6, 11, 18 ქვეყანაა ხოლმე ჩართული. ანუ ბევრი მონაწილე არის, გასაგებია რომ ხა პროგრამის შინაარსთან განაცხადის შინაარსზე ბევრი დამოკიდებული, მაგრამ ნეტვორკზე თუ ფიქრობთ, აუცილებლად შეიყვანეთ იქ ევროპელი პარტნიორები. აუცილებლად. ეს ხაზგასმით აღნიშნავ, არ არის სავალდებულო მოთხოვნა, მაგრამ დამიჯერეთ პროექტის შეფასების დროს ამას ყურადღება მიექცევა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის.
ეხლა აქ გვაქვს თქვათ ნეტვორკის მაგალითად, თქვათ 18 ქვეყანაა მაგალითად, ხო, ეს არის მიგრაციაზე და იმაზე. ეს არის სალაყბო მშვენიერი პლატფორმა. თათაშორის ჩვენ ხა გქონდა მანამდე საუბარი რამდენიმე ქართულ უნივერსიტეტთან. თუ თქვენ გინდოდათ აქამდე capacity building-ის პროექტების წარდგენა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო და მაღალი კონკურენციის გამო არ დაფინანსდა, შეგიძლიათ იფიქროთ ასეთ ნეტვორკებზე და გადააკეთოთ თქვენი პროექტები network-ის კონტექსტში. ეხლა გასაგებია რომ capacity building-ის პროექტებში სხვა ბიუჯეტი არის და გასაგებია რომ იქ არის თანხები აღჭურვილობის შესაძენად, მაგრამ თუ თქვენი პროექტის შინაარსი იძლევა იმის საშუალებას რომ ის გადაკეთდეს network-ად, ეს ჩემი ძალიან სერიოზული რეკომენდაცია იქნება რომ ამ მიმართულებით ფიქრი დაიწყოთ. Network-ების მაგალითები ჩვენ გვაქვს ორი, ეს არის მაგალითად Developing European Studies in the Caucasus და Linking Europe at the Periphery. ანუ network-ის შედეგი შეიძლება იყოს მხარდაჭერა მოდულების განვითარებაში, შეიძლება იყოს რეკომენდაციების შემუშავება, მათ შორის მთავრობისთვის, შეიძლება იყოს კონფერენციების წარმოება, შეიძლება იყოს საერთაშორისო დებატები, შეიძლება იყოს რაღაც ანალიტიკური კვლევის დადება, ანუ აქ შეზღუდული არანაირად არ არის თქვენი მუშაობა. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ნეტვორკია მაგალითად ევროპის კონსერვატორიების და სადაც მუსიკალური სკოლების ასოციაცია, რომელიც მსჯელობდა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მაგალითად მუსიკალური და სახელოვნებო განათლება ევროკავშირში. აი ესეთ ნეტვორკის თემა იყო. მეცაც გეტყვით, ჩვენ ახლა გვინდა მაგალითად ჩვენი ხარისხის ცენტრი ჩავთოთ ერთ-ერთ ნეტვორკში, ანუ პროექტი უნდა დაიწეროს, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომელიც ერთ-ერთი ამოცანაც იქნება მაგალითად ხარისხის ცენტრების მუშაობა ევროკავშირში, ჰარმონიზაცია მუშაობის, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი შეიძლება მისდევოს, მთავარია ის, რომ ევროკავშირის თემა იყოს სადღაც ჩართული და ეს ევროკავშირი არ არის მარტო სამართლებრივი მხარე, ხო? ყველაფერში შედის აბსოლუტურად და ამიტომ შეიძლება აქ ძალიან საინტერესო საპროექტო იდეების წარმოდგენა. და ბოლოს ეს არის support to associations. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის პრინციპში აბსოლუტურად იგივე, რაც ჟან მონე პროექტი, უბრალოდ განმაცხადებელი ორგანიზაცია არის განსხვავებული, ეს უნდა იყოს ასოციაცია და არა კონკრეტული რაღაცა ერთი NGO. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება წელს გამოცხადებული, ამაზე იყო საუბარი, რომ შეიძლება ეს ჟანრის ეს ნაწილი არ იყოს გამოცხადებული, ამიტომ ველოდებით ამას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ შინაარსობრივად ეს არის ზუსტად იგივე, რაც ჟან მონე პროექტი, უბრალოდ აქ არის მნიშვნელოვანი, ვინ არის განცხადებელი. ჟან მონეს პროექტის განცხადებელი თუ შეიძლება იყოს უნივერსიტეტი ან NGO, ამ შემთხვევაში განმაცხადებელი უნდა იყოს ასოციაცია. ასოციაციები ჩვენ ქონია შემთხვევები, რომ სპეციალურად ამისთვის შექმნილა, აი ამ პროექტში მონაწილეობისთვის შექმნილა და აგერ გვაქვს ქართული მაგალითები. აქ ძალიან საინტერესოა, ხა გრასი იცით თქვენ, ეს არის რეფორმების ასოციაცია, გრას ჰქონდა 2015-ში შეტანილი პროექტი, როგორც NGO-s და ჟან მონე პროექტი ჰქონდა შეტანილი. იყო იქ დიდი გარჩევა, ეს პროექტია თუ ასოციაციაში უნდა წავიდეს და ბოლო-ბოლო გაუშვეს როგორც ასოციაცია სწორედ ამ განცხადების პროფილის გამო, მაგრამ შინაარსი განაცხადისა არ შეცვლილა, ხო? და ხედავთ, რომ თქვა ქართულების შემთხვევაში ეს არის European Union Studies Association და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს განსხვავებული ასოციაციები არის. ეხლა კითხვა შემოვიდა კიდევ სანამ გადავალთ შემდეგ სლაიდზე. მოდულს და ჩეერთან დაკავშირებით, თუ არის შესაძლებელი სწავლების გარდა პროფესორმა კვლევითი კომპონენტიც ჩართოს განაცხადში. მოდულში ნაკლებად ჩერში კი. მოდულში, ანუ მოდული იმინდა სასწავლო კურსი არის, რა როგორ გითხრათ, ხო? ანუ მოდულში კვლევითი კომპონენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ნაკლებად და ჩერში რეკომენდირებულიც არის. და ამაზე უფრო დეტალურად შეგვიძლია 14-ში მაგალითები განვიხილოთ, ანუ მოდულის შემთხვევაში კვლევითი კომპონენტი მინიმალური დოზით, იმიტომ რომ 40 საათი უნდა იყოს სასწავლო აქტივობა და პროფესურაში, ანუ ჩერში ეწერა 90 საათი წელიწადში სასწავლო აქტივობა პლუს დამატებით კიდევ რაღაცა. აი ეს დამატებით რაღაცა შეიძლება სწორედ იყოს კვლევითი კომპონენტი, რასაც ნამდვილად ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დაბეჯითებით გაუწევდი რეკომენდაციას. არის ნინო კიდევ რამე? კითხვები ამ ეტაპზე ამოვწურეთ. ხო, ანუ ეხლა რომ შეხედოთ, ხო, კიდევ ერთხელ, ანუ რაზე არის აი აქ საუბარი, ხედავთ, ხო? ანუ ეს არის საერთო ცხრილი, სადაც ჩანს
რომ რა და რა პროგრამები ხორციელდება. ხო, მოდული 30,000 евро, საერთო ბიუჯეტი, ერთი განცხადებელი არის და 3 წლიანი არის. პროფესურა ეს არის 50,000 евро, ერთი განცხადებელია, ანუ ერთი უნივერსიტეტი არის და 3 წელია ესა. Center of Excellence 100,000 მინიმალური ერთი განცხადებელი 3 წლიანი პროექტი არის. პროექტები არის 60,000 ერთი განცხადებელი და შეიძლება იყოს 1 წლიანი, წლინახევრიანი და 2 წლიანი. ნეტვორკებში არის 300,000 და სულ მცირე 3 ქვეყნიდან უნდა იყოს წარმომადგენელი, ერთადერთი ეს გამონაკლისია და 3 წლიანი არის და Support to Associations არის იგივე რაც პროექტი, როგორც არის 3 წლიანი, 50,000-იანი და განცხადებელი უნდა იყოს ასოციაცია და არა ერთი NGO. ეხლა აქ არის მნიშვნელოვანი ის ასპექტი, როგორც გითხარით, რომ კიდევ არის რაღაცა წვრილ-წვრილი დეტალები, მაგალითად მოდულის განცხადებელი შეიძლება იყოს არასრული პროფესორი და შეიძლება იყოს მოწვეული პროფესორი, ჩერის შემთხვევაში უნდა იყოს სრული პროფესორი თქვენი უნივერსიტეტის და ასე შემდეგ. ხო, აი ამ დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა. რასაკვირველია, ეხლა ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, ხო, ეს არის award criteria, 100-ქულიანი სისტემით ხდება შეფასება პროექტებისა და არის relevancy, quality of design, quality of project team და impact and dissemination და აქვე ვიტყვი, რომ აი ესაც წერი აქვს quality of the project team, აქ ქონდა ჩვენ ყველაზე სერიოზული სუსტი წერტილი მოდულების და ჩერების შემთხვევაში, იმიტომ რომ პუბლიკაციების სფეროში მოვიკოჭლებდით. და ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე ფიქრი, ან როცა თქვენი პროფესორები დაიწყებენ ამ მიმართულებით ფიქს პუბლიკაციების ნაწილს მიაქციონ თუ შეიძლება ყურადღება. როგორც გითხარით, აპლიკაციები ღია ყველა ბატონო, სანამ გადავალ, კიდევ ერთი კითხვა შემოვიდა, მე მგონი წეღან კი გაეცი პასუხი, მაგრამ დავაკონკრეტოთ, რომ ერთი და იგივე პირს თუ აქვს შესაძლებლობა რამოდენიმე პროექტში იმონაწილეოს ერთდროულად. აი ჩვენ გვაქვს ეგეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, მაგრამ ყველგან წამყვანი ვერ იქნება. ანუ ერთი პროფესორი უნივერსიტეტიდან ერთდროულად მოდულს და ჩერს ვერ შეიტანს. მაგრამ შეუძლია შეიტანოს თქვათ მოდული ან ჩერი და პროექტი. ესე შეიძლება. მაგრამ სასურველია რომ წამყვანი ყველგან სხვადასხვა სახელებით ჩაწერეთ რა. ეხლა ჩვენ გვაქვს ეგეთი შემთხვევები, ეკა ქარდავა, რომელიც მონაწილეობს კავკასიის უნივერსიტეტშიც და გორშიც, 3 პროექტში ერთდროულად ჩართული, მაგრამ მხოლოდ ერთში არის წამყვანი. სხვაგან არის ასე ვთქვათ მეორე პირად მითითებული. ხო, ანუ ცოტათი იმას ქენით გაშალეთ ეს ის მონაწილეთა რაოდენობა ამ მხრივ, რომ მაინც და მაინც ერთი და იგივე ადამიანზე არ იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული. გაგა გაბრიჩიძე არის თქვათ New Vision-ში ჟან მონე კათედრის გამგე და BTU-ში პროექტის ხელმძღვანელი და ესენი მოსულა შეიძლება ეგეთი რაღაცეები ხდებოდეს. რასაკვირველია, ორგანიზაცია, რომლის სახელითაც ხდება განაცხადის გაკეთება, უნდა იყოს დაფიქსირებული ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში, მას უნდა ჰქონდეს PIC კოდი აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს არანაირი კვოტები და არის ღია და საერთო კონკურსი. რას გამოცხადდება თუ გვეღირსა ჩვენ ამ კონკურსის გამოცხადება ახალ წლამდე. ჩვენ ცალკე კიდევ ჩვენთან დაგვეზარება და ინდივიდუალური კონსულტაციებიც ადიაგებთ, შეიძლება კიდევ დეტალური კონსულტაცია გქონდეს თებერვლის ბოლომდე. აპლიკაციის ფორმატი არის განსხვავებული და მარტივი შედარებით, ხო? ანუ არის ერთი Excel-ის ფაილი, რომელშიც შედის ბიუჯეტი და ევროკავშირის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, ეს არის ძალიან მარტივად შესავსები ბიუჯეტი, იმიტომ რომ ის ან სასწავლო საათებზეა მიბმული, ან განსახორციელებელი ღონისძიებების რაოდენობაზე და ბევრად უფრო მარტივად ხდება ამ ბიუჯეტის შევსება, ანუ უმარტივესია თუ თქვენ იცით რამდენ საათს ასწავლით ან რამდენ ღონისძიებას გეგმავთ, ხო? არის აპლიკაციის ფორმა შესავსები, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე თუ რა ტიპის აქტივობებს გეგმავთ და ვინ ახორციელებს ამას, ანუ გაიხსენეთ quality of the project team, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვინ არის ამის განმახორციელებელი და მისი CV-ს დანართები ხდება ამ შემთხვევაში. Declaration of Honors აკეთებს წამყვანი უნივერსიტეტი, ვინც აკეთებს ან NGO, რომელიც აკეთებს ამ განცხადებას და არის კიდევ მარტივი e-ფორმა, რომელშიც ხდება ზოგადად, ანუ ბევრად უფრო მარტივი სააპლიკაციო ფორმა არის. ამ შემთხვევაში მე deadline-ის არ მეშინია, იმიტომ რომ ნეტვორკის გარდა თქვენ არ ხართ ჩამოკიდებული სხვა პარტნიორებზე და დამოუკიდებლად მშვიდად შეუძლია ერთმა ადამიანმა გააკეთოს პროექტი თავისთვის.
networks თუ აკეთებთ იქ პარტნიორთან ურთიერთობა გჭირდება და ეს განსხვავება არის. შვიდად აკეთებთ ამას თქვენთვის. მნიშვნელოვანი არის რომ იყოს შესაბამისი wording-ი, რომ შემფასებელი რომ წაიკითხავს, ეს მთავარი მესიჯები იყოს გასული, ანუ უყვართ მაგალითად ეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დისემინაციის შემთხვევაში და ეს პოდკასტი, ანუ მარტო ვებგვერდით აქ ასე ვთქვათ ფონს ვერ გახვალთ, ხო, ეს პოდკასტები და რაღაც ეგეთი საკითხები ხა ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის და ამაზე შეიძლება აქცენტის გაკეთება და ძალიან უყვართ ნაკლებად, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ისეთ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, ეროვნული უმცირესობები და ასე შემდეგ. ან და პროექტები უნდა განხორციელდეს in remote areas. ეხლა მაგალითად ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტი აკეთებს, რომელიც ეხება სკოლებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და სპეციალურად გაკეთდა ეს პროექტი, მაგალითად ახალქალაქში და მარნეულში, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობა და ძალიან დიდი ზარზეიმით გავიდა ეს პროექტი, იმიტომ რომ აი ესეთი საკითხები არის ძალიან პოპულარული, ხო? ამაზე ჩვენ გვექნება შემდეგ კვირას უკვე დეტალური საუბარი. რა მინდა გითხრათ, ეს არის საინფორმაციო, ასე ვთქვათ, მთელი წყაროები, მე გირჩევდით მათ, ვინც სერიოზულად ფიქრობს, ან ვისაც უნდა გადასცეთ თქვენ ეს ინფორმაცია თქვენს უნივერსიტეტებში, გაეცანით პროექტების ჩამონათვალს, იმიტომ რომ ეს იქნება თქვენთვის სერიოზული შთაგონების წყარო, მიხვდებით პროექტების სათაურებით, თუ რის შესახებ შეიძლება პროექტის განხორციელება და რა თემებზე შეიძლება მუშაობა. აგერ აქ არის სელექციის შედეგები, არის პლატფორმები და ასე შემდეგ. ხო, ანუ კარგი ისინი თქვათ good practices მათ შორის და ასე შემდეგ. ანუ აი ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და საინფორმაციო. მე თქვენ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ესე გამოვალ ახლა და თუ გაქვთ რაიმე კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ და ბარემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 14-ში 11 საათზე ჩვენ გვექნება უკვე საუბარი მათთვის, ვისაც სერიოზულად აინტერესებს განაცხადის გაკეთება ჟან მონე მოდულზე, chair-ზე, ან Center of Excellence. ანუ 14-ში მხოლოდ ამ თემებზე გვექნება ლაპარაკი პროექტების ნიმუშებით, ვებგვერდების გარჩევით, სააპლიკაციო ფორმების, ანუ იმ ხალხს ველოდები, ვისაც უნდა საპროექტო განაცხადის დაწერა და 15-ში გვექნება საუბარი პროექტებზე, ნეტვორკებზე და ასოციაციებზე. აქ ველოდები უკვე ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნივერსიტეტებთან ერთად, ხო? ანუ თუ თქვათ თქვენ ხართ უნივერსიტეტების უცხოეთის განყოფილების წარმომადგენლები, გთხოვთ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. 14-ში ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ მოდულებზე, chair-ებზე და Center of Excellence-ზე. სააპლიკაციო ფორმების განხილვით. აქვე ვიტყვი, რომ სააპლიკაციო ფორმები მაქვს შაშანდელი, იმიტომ წლევანდელი ჯერ არ დადებულა, მაგრამ რასაც ჩვენ ვუყურებთ წლიდან წლამდე, პრინციპულად სააპლიკაციო ფორმები არ იცვლება და თქვენ თუ პრინციპში გაერკვევით, არა, ახალი სააპლიკაციო ფორმები რო დაიდგა, მისი შევსება უკვე მარტივი იქნება. აბა ერთი კითხვა რენასგან ისევ საერთობლივ სამაგისტრო პროექტებთან დაკავშირებით, ანუ თუ უკვე აქვს იდეა, მაგრამ ამ წუთას არ არის მიმდინარე ეს პროგრამა, ანუ ამ წუთისთვის არ არის აქტიური, უბრალოდ იდეის დონეზეა, რამდენად შორენ ამ შემთხვევაში თქვენ ეხლა განაცხადის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ, ეს ერთი წელი გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ იდეის ირგვლივ შეკრათ კონსორციუმი, იპოვოთ ევროპელი პარტნიორები, ხო? ეს სამაგისტრო პროგრამა უნდა იყოს აპრობირებული რომელიმე ერთ ქვეყანაში მაინც. ანუ უნდა იყოს მიმდინარე სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც თქვენ, როგორ გითხრათ, გადააკეთებთ კი არა, მიუსადაგებთ ამ პირობებს და გეყოლებათ იქ ევროპელი პარტნიორები, ხო? და მერე გაისათ, რომ გამოცხადდება კონკურსი, მერე გააკეთეთ განაცხადი, იმიტომ რომ ეხლა იდეის დონეზე თქვენ განაცხადს არც კი განიხილავენ. უნდა იყოს სამაგისტრო პროგრამა თავისი სილაბუსებით და ყველაფრით წარმოდგენილი უკვე. ასე რომ თქვენ ახლა ეს ერთი წელი გამოიყენეთ ამ პროგრამის დამუშავებისთვის, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის და გაისათ ამ დროს რომ გამოცხადდება კონკურსი, მერე შეიტანეთ. ამოვწურეთ კითხვები ამედა. ოკეი. ძალიან ყოჩაღად 1 საათში ჩავეტით, ეს იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ეს იყო მიმოხილვითი, ასე ვთქვათ, საუბარი. ანიჭერიშვილს რა უნდა აქ ვერ გავიგე, ყველაფერი აქვს უკვე აქ და კიდევ ერთხელ ამას რატო ისმენს არ მესმის.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ინფორმაციული მათვის, ვინც აპირებს ამაზე მუშაობას და ფიქრს და კიდევ აქვე ვაანონსებ, რომ 14-ში ჩვენ 11 საათზე ეს Zoom-ის ლინკი დადებული გვაქვს, ხო, ვებგვერდზედაც დევს და Facebook-ზედაც დევს, 14-ში გვექნება საუბარი ჟან მონეს აკადემიურ ნაწილზე მხოლოდ. ანუ მოდული Cherry Center of Excellence და აქვე ვიტყვი კიდევ რომ ეს საინფორმაციო ღონისძიებები აქ არ მთავრდება, ჩვენ 15-ის შემდეგ ღია ვართ ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის, შეგვეხმიანეთ გნებავთ მეილით, გნებავთ მესენჯერში და ინდივიდუალურად ჩავერთვებით თქვენთან, უკვე როცა იდეა გექნებათ ოღონდაც და თავიდან ახლა ამას არ მოვყვები იქ, მაგრამ კონკრეტულად თქვენი იდეების დამუშავებაზე გვექნება ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე ონლაინ რეჟიმში, გნებავთ Zoom-ით, გნებავთ Skype-ით, გნებავთ რა ვიცი, Teams-ი, შმიმსი, რასაც შემოგთავაზებთ, იმ მედიუმით ჩავერთვებით და გავივლით თქვენთან ერთად ყველა ამ დეტალს. თუ მეტი კითხვები არ არის, ყველას ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო და 14-მდე გემშვიდობებით აბა. ხო? დაგაძანდებოდეთ. გავიდეთ მეგოხალხო უკვე? ხო. ნახვამდის, დიდი მადლობა. კარგად მიყავით ნახვამდის.